წვიმა ელჭექი ძლიერი ქარი და სეტყვაში და ქართლში ისევ არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზირების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით 7 მაისიდან შედარებით გამოიდარებს. ეს 5 და 6 მაისს შიდა ქართლში და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნარჩუნდება არამდგრადი სიტუაცია. ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით შესაძლებელია სეტყვაც და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება. აირის მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია 20-დან 22 გრადუსამდე ბარში. და გამოდარება უკვე დაიწყება, შედარებით გამოიდარებს 7 მაისიდან 11 მაისის დღის პირველ ნახევრამდე. ეს უფრო მეტად ეხება, რომ ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს და ცალკეულ დღეებში ამ დღეების განმავლობაში შეიძლება მიაღწიოს 27-დან 30 გრადუსამდე და არის შესაძლებლობა, რომ შაბათი კვირა უფრო ცხელი იყოს მთელ საქართველოში და მათ შორის შიდა ქართლშიც. მაგრამ არ გამოვრიცხავთ 8-ში, 9-ში, შუადღის საათებში მცირე ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექებს მიუხედავად იმისა ტემპერატურა რომ მოიმატებს, ამან შესაძლებელია შექმნას ფონი წვიმა ელჭექის და ამიტომ ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით შესაძლებელია შუადღის საათებში. ეს კვირა ასეთი ამინდებით ჩამთავრდება.